ეს არის მიტოვებული ქარხანა, სადაც შევესებით გავატაროთ შემდეგი 24 საათი. ჩავდივარ და მეგოძია ესე რაღაც გზები გვეუბნება მეთია გავალჩვიცავით. მე განგაში ხმები ისმა და რაღაცა გამოვიდეს. როგორც ხედავთ, შემოვედით და ოფიციალურად დაიწყო ჩვენი ჩელენჯი. ახლა არის 5:09 და ხვალ ზუსტად ამ დროს გამოვალთ აქედან. ჩვენ და საუბედუროთ ქარხანის შესვლისთანავე დაიწყო წვიმა. ერთ-ერთ მიკროფონში წყალი ჩავიდა და მოგვიწია დროებითი თავშესაფრის პოვნა. გადაიღო წვიმამ როგორც იქნა და ეხლა ვიპოვით ჩვენ კიბეს, რომელიც წინა დღეებში დავამალეთ მაგის სტორიისას მოგიყვებით ცალკე და მაკიბის საშუალებით გადავდროებით შენობაზე, რომელზეც ახლოს გეგმავთ. აი ამ გზის გავლა მოგვიწია დანიშნულების ადგილამდე, რომელიც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რადგან როგორც ვიცით, დაცვები ამ ტერიტორიებს არ ამოწევენ. ახლა ავიღეთ ჩვენი გუშინ წინ დამალული კიბე. ეს კიბე საჭიროა იმისთვის, რომ შევიდეთ იმ შენობაში, სადაც დღეს ვაპირებთ დარჩენას და ძალიან ბევრი ვიწვალეთ ეს კიბე რო გამოგვეღო გუშინ წინ. უკვე მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც ვაპირებთ დარჩენას და წეღან რაღაც მაგავიგეთ, ასე რომ მოგვიწია დამალვა. ამ ადგილს არ ეტყობა, მაგრამ 24 საათის განმავლობაში დაცვა მუდმივად ამოწმებს და აცვალიერებს ამ ადგილს, ასე რომ უნდა უფრთხილდეთ. არ ჩავსვათ. ორი ვიღაცაა ის. როგორც ხედავთ, გზაში გავიგონეთ ნაბიჯების ხმა და გადავწყვიტეთ დამალულიყავი. სანამ არ დავწმუნდით, რომ გარეთ არავინ იყო, არ გავსულვართ და საბოლოოდ მივედით დანიშნულების ადგილამდე. საბოლოოდ კი მოვადგით, ბოლომდე არ წვია, მაგრამ ტესტ დარეგით უნდა ავიდეთ და ვნახოთ რა იქნება. იმედი არ გაგვიჭირდება. გაუ ის კარია, ხო? როგორც იქნა შემოვედით, ახლა უკვე შენობას ნელ-ნელა დაგათვალიერებინებ და უფრო ისე უსაფრთხოდ ვიქნებით, რადგან არ არის რა საშიში ზონა. ჩემი მაიკა კიდე შემოსვისას დამეხა, არ გეგონოთ რომ ესე დახევლებით დავდივარ ხოლმე. ახლა ვარ კიბეებზე, თუ არ ვწდები, ეს შენობა უნდა იყოს 16 სართულიანი. მალევე დავიწყებ დაბანაკებას, შევჭამ და თანამედროვეულად დამეხებ რაღაც საჭმელად წამოღებული. საბოლოოდ დროინაზე მანდ გავიდა ვიძრებოდა და შენობის დათვალიერება ვეღარ მოასწავეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის სტატუსიანად და ქარხანა შემდეგ დღეს დავეთვალიერებთ. ეს ვიდეო ზაფხულში გადავიღეთ 5 თვის წინ. ახლა კი როცა ვუსწრებთ ქარხნის ნახევარი დანგრეულია და ეს გამოსπილებას საინტერესო მოღონებად დაგვრჩება. ამასობაში შემოგვაღამდა, ახლა ნელ-ნელა დაბლაჩავალ და საშინელებათა ფირმის ყურებას დავიწყებთ. და მე უკვე კარავში ნელ-ნელა დავიძინებთ, ხვალენდილ დღისთვის მომზადებით. გამარჯობა მეგობარო. რაღაც ვიგებდი. გათენდა მეოთხე დღე. გუშინ ცოტა ისეთი ღამე ქონდა კარავში, 4 კაცს რომ მოგვიწია ყოფნა. ჩახუთულობა იყო, თან ნიავიც არ იძროდა და საბოლოოდ მაინც გადავრჩით, კარგადაც არ გვეძინა და ცოტა უცნაური ხმები ისმოდა და შიშის ფაქტორიც იყო. და საბოლოოდ სანამ აქედან გავიდოდით, გადავდეთ რომ მინი პოდკასტი გავაკეთებინა იმაზე თუ რატომ იყავით ამ ვიდეოს, ან საერთოდ რა გვინდა რომ გავაკეთოთ და პირველი იმის თქმა მინდა რომ ერთ სიტყვით არ იქნება სულ ასეთი სტილის ვიდეოები მიტოვებულ შენობებში სერვერზე და ასე შემდეგ. კი გვიყვარს ხოლმე ჩვენ მაგის ეთება, მაგრამ ხანდახან ნაწილობრივ მაგასაც გაჩვენებთ ხოლმე. და კონტენტი გვექნება მრავალფეროვანი უფრო ისეთი გარეთ ვიქნებით, ან ისეთ სტილის ადგილებში, შენობებში ნაკლებად არც მუკლანგები და ეგეთი არაფერი. ხოლო დღევანდელ დღეს რაც შეეხება კიდე შენ გავაგზავნე. არ შეეხება დღევანდელ დღეს. დარჩენილი გვაქვს შენობის დათვალიერება, რაც ერთადანიშნავია ყველაფერს განახებთ. ნელ-ნელა დავიწყებთ გასვლასაც, მაგასაც გადავიღებთ და მერე უკვე ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ, როგორი იყო აქ დარჩენა. ესაა პირველი და ყველაზე შენარჩუნებული ოთახი. 2007 წლის გაზეთებია, შენობის ნახაზები და კიდევ რამდენი ხარახურა, რომელსაც ვერ ვარჩევ.
ეს არის ბოლოს წინა სართული, აქ რაღაც გაყვანილობია გაკეთებული და ამ ოთახის გვერდით ოთახში იქონდა ზუსტად კალავი გაშლილი, თან ის ზომაში ბევრად დიდი იყო და აქაურობის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის არის, რომ ქალაქზე აქ ძალიან ლამაზი ხედი, განსაკუთრებით დღისით. მოკლედ ახლა ჩამოვიდით მეორე სართულზე და შინობიდან უნდა გავიდეთ, კიბე უნდა დავდგათ შუმად და მერე გარე კადრებსაც განახებთ როგორ გამოგვივა. ცოტა დაბლა არის, დაბალია კიბე და რამდენად და როგორ გამოვა, ვიც არ ვიცი ზუსტად. ამოსვლის პროცესში დაგვაუწყდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კიბე, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, საკმარისი იყო, რომ შენობაში შევსულიყავით, მაგრამ მისი სიგრძე ჩამოსასვლელად არ გვიყო. ცოტა ხნიანი პანიკის შემდეგ მოგვიწია ისეთი გზის მოგებნა, რომელიც უსაფრთხოდ მიგვიყვანდა გასასვლელამდე. კიბით ვეღარ ავდივართ, ჩავდივართ და მოგვიწია, რომ ისე რაღაც გზები გვეპოვნა და იმედია გავალ ჩვენც არ ვიცით. ეხლა მოკლედ ძალიან ცუდი გზა გამოვიარეთ და აი ესე ჩამოვიდეთ საბოლოოდ, არ ვიცი გამოხდება თუ არა, გვერდიდან კიბეები აქვს და მაგრამ თუ შევქარობთ რომ იმ მარტო გინდოს ყველაზე ცუდი გზა იყო, რაც შეიძლებოდა რომ გავიკეთებინა. რა გზითაც ვიტრო წასულიყავით და იმედია გავალ გაფშვიდობით. წერან გონი განგაში აგვიდეს. ხმები ისმოდა რაღაც ისა გამოვიდეს. ეხლა ვართ გასასვლელთან. ყველას ცუდი არჩევება მოხდეს რომ დაცვა დაგვდეს. თუ არა დაგასულები ვართ. ერთი სიტყვით, აი ეს არის დრო. ერთი წუთის და შესრულდება მანამდე სანამ ის დრო გავა. ეხლა გასულთან გავართ, თუ რამე პირდაპირ გავიდეთ, მაიცა ჩამიქრა ეკრანი. ხო და ისეთი სიტუაცია იყო, რომ ბოლოს ხარ მოგვიწია გამოსვლა, გამოვიქეთეთ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეგა 33. ეხლა გავალთ და თუ რამე ბოლო მერე დასვენას გავაკეთებთ რა და როგორ იყო და რანაირად. გამოვედით, სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო და თქვენთან ერთად თხოვნა რაც იქნება ისე რომ დალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი, ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ასაჭირო და ვიდეოს ნელ-ნელა ეტაპობრივად დავდებთ. აბა კარგად.